სალამი მეგობრებო, დღეს უნდა გადავიღოთ TNT-ებს წესავთ Minecraft-ია. ოღონდ TNT-ებს წესავთ ერთი TNT versus 100 TNT-ან 100 თუ 10. კაი, ერთი TNT ვნახოთ რამ ხელაზე არის. რაც ძია ფიზიკა. მაგრამ ეხლა 1-2 რასიზმს აქ ძია ფიზიკა. ამანაც წავიდეთ ეხლა კიდე აქეთ სამტინტი უნდა დავს ნაფეთქდი ამ ხელაზე აფეთქებ ორი მოკვდოსაც წყალი. კაი, ეხლა მაინტერესებს ავაში და დაგიბრუნდები. აი ეს მაინტერესებდა მე რამდენს აფეთქებს ერთი ეს ნახოთ მედია ხეზე არ გადავაქცევა მოასწორე ესეც ნახოთ მედია ხეზე არ გადავა კიდევ ამ ხილაზე ესეც კარგია. ეხლა ესეც გამომცადეთ ეხლა ვიშა მედია ლაკვა ძან კარგად აფეთქა ყველაზე მეძე ქვიშა აფეთქა. ეგეც ვიცოდი მე ვიყავი ხლა 4 TNT-ზე ხო? ესენი აი ეხლა პირდაპირ 10 ვწდი მერე 20 და 10-ით მიყვები. ჩემი რომ ხელაზე აფეთქა. ეხლა 1 2 3 4 5 ესა 10 TNT მეგობრებო და აფეთქდეს. შეხედეთ რამ ხელაზე აფეთქა, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინეთ 20 TNT რამ ხელაზე არ სამეთქია 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 და 20 ქვენი აზრით ეხლა ეს 20 TNT რამ ხელაზე აფეთქებს. ნახოთ მეგობრებო. არა ეხლა გამიწევდა მაგრამ ეხლა 30 TNT ეს ზომბები რა არიან რა. ეხლა თქვენ თუ არ ჩაგაკლეთ მოდით შენ მეზიზღები კი რა მიყვარხარ, იმიტომ რომ ძალიან კარგია ზომბი ვირეჯერი და ამიტომ ეხლა აღარაფერს გამჭირდება. კაი, ეხლა 30 TNT-ც ვნახოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 ეხლა მეგობრებო თქვენი აზრით 30 TNT რამ ხელაზე აფეთქა. ასევე მოცაც ჩავამატებ ასე და სხვადასხვა TNT-ები იქნება. ოღონდ ემაგაზე არ მაქვს პრობლემა.
თქვენ ლაიქებზე და გამოწერაზეა დამოკიდებული. ამ ზომს მოჯადოებული ხმალი უჭირავს. ეხლა 40 ტინტი დავანახილო დაიწყო. მეგობრებო, ეს არის 40 ტინტი. ხელაზეა. აუ, გამიბაგა. წყალში რო არ გადავარდნილი იყო, კიდევ კაი წყალში გადავარდა. ამ ხელაზეა აფეთქებდა. აი, ეხლა 50 ტინტი. 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 16, ვაჟი მეგობრებო 51 ტინტი აქვს. და გათვალიერებული. რა გაკეთა ხემ გადაარჩინა ეხლა. ხეზე დავდგე სპეციალურად. აი მოდი სკელეტონი შენ ძალიან მეკითხები ასე. მოდი. აი ეს ნური სკელეტონი რა კაია. კაი, ეხლა დავალაგებთ 60 ტინტის. ვნახოთ რა მეგობრებო, ეს არის 60 ტინტი. აქეთ დავდგით ცალკე ტინტი და თუ აფეთქებოდა გვერდზე ტინტი ძალიან მაინტერესებდა რა. მეგონი ამ ხელაზე აფეთქა 60 ბომბმა და 100 ბომბი რამდენს აფეთქებს. თქვენი აზრით. ამდენი ბლოკით თან მიბაგავს, მაგრამ ჯობია რომ აქეთ გადავიდე. მოკლედ მეგობრებო, აქეთ სოფელი ესეთ გასახლოს, მაგრამ არ მაინტერესებს. მოკლედ მეგობრებო, დავალაგებ და შევხვდებით. თქვენთან 2 წამი გავა, მაგრამ ჩემთან მილი არის. მოკლედ მეგობრებო, ვიდეო დასასრულს უახლოვდებოდა და პირდაპირ 100 ტინტი დავალაგე. მოст ამას შეხედეთ. ლაბირინთი მაქვს. გასასვლელის კი არა. კაი, ეხლა შედეთ რომ ხელაზე აფეთქა. კიდევ კაი გვერდებზე მქონდა ერთმანეთზე. დალაგებული არ მქონდა კიდევ კაი ერთმანეთზე და ერთი წუთი ერთი რაღაც კიდე მაინტერესებს. მეგობრებო, ეს რაღაცები რატო გადმოვიტანე არ ვიცი, მაგრამ აი ეს მაინტერესა ესებდა. ჩვენ თუ ატაკებთ ვილჯერს ამ რაღაცას, ეს ის წარმოგდება. და ჩვენ თუ ატაკებთ ვილჯერს ორ კურპს, ის წესით უნდა მომკვდარიყო, მაგრამ უფრო მაგალითად ვიზამთ. თქვენ თუ არ მოვკლავ ამ ვილჯერს და უფრო მაგალითად ვის. ეს აპარამოსებს არის მაგრამ არ კვდება. ესით უნდა მომკვდარიყო. დაიცერწვით. ბოქში. მოსტიში. ინდენიბლოჭი მაინც მომკვდება. დაიცა. ასე. და კაი, შენ მოგდი. და ეხლა ჩვენ ვქნათ
ერთ ბლოკს. ეხლა მაინც უეჭველი უნდა ვქნა. ისე არ დაგემშვიდობა. შანსი არა, ასე მაინც თუ მოვკვდები. ის გამოცდილი მაგდა. ჩემი Minecraft-ის მაგა. ეხლა შეხედეთ ეხლა ამხელა დავალ. შახ ის ლოგიკა მაინც ხო გავაკეთე. და მოვკდა, მაგრამ აქ თუ ისინი და განახებთ ეხლა. ის მითი ხო მაინც დაიმსხვრევა ეხლა. შემდეგ ვიდეოს მითები ხო გამოვლინე, მაგრამ შემდეგ ვიდეოშიც აი ამას ეხლა შეხედე რა ვქნა villagers ასე ხომ მაინც არ მოვკვდება. კაი, ესეც ბევრია ჩემია. და აი რაღაც მითები დავამსხვრევთ ეხლა. ისინი რატო არ მუშაობდა არ ვიცი, მაგრამ შემდეგ ვიდეოში გავიგებ მითებზე მექნება მაინც და შემდეგ ვიდეო იქნება მანამდე